ერთი სიტყვით. პირველი მონაწილე პირველი 100 ლარიც გავიდა სეიფიდან. ნახოთ შემდეგი, დიახ, შემდეგი მონაწილე რას იზავს. ვენერა გაბუნია. გამარჯობა გამბატონო ვენერა. გამარჯობა. მოგესალმებით გამბატონო ვენერა. აქ ასაკი წერია 1953. აბა დაბადების წელია თუ ასაკი ამდენი არ იქნებით. 1953 წლის არის დაბადების წელი გაგანია ჰიტლერიზმის დროს. ესე იგი თვალი გამირბის ხოლმე ამ დროს უკვე. საყვარელი კერძისკენ. და გადასარევს ინდაური საცივი ელარჯი. აუ ეს საცივი რატო? თუ გადაგაყრაპებენ ახლა ორლოკვას. ფურცელზე მაიც. ფურცელზე მაიც. რა ვიცი, პირველ რიგში მისასალმებელია რომ გვესტუმრეთ გამბატონო ვენერა. მადლობთ. და მე მინდა წარმატებები გისურვოთ. მადლობთ. მე წარმატებებს გისურვებ. წესები ვიცით? კი. შესავალი თუ ჩართო? არა, ჩათეთ. 3 2 1 იყო ერთი მამალი, მაგანქნა მაგარი, მივიდა მელა ზედა ათხელა, ვინც ახლა არ გაიცინოს, მაგა შეჭამა ყველა. დედაც ყავდა 20 შვილი, ესარიონ, ბესარიონ, ილაკი და ერარიონ, როსტომ და ირამ, დაფრინ და ირამ, ჭიპიტონი, ჭაპიტონი, გუგითა და მიკიტონი, ანანუშკა, მინარდორა, სიფია და მარო, იპოლიტე, პოლისტრატე, სევასტი და ვანო. რა მოვიდა პიკეტი, აღათი ბებიას, დაიძინა და არ გამოიღვიძა, რავა, თავისთვის მოკდა, არა, ექიმები დაეხმარენ. ტიშ დევისოთ პედეციაჩი ქონდა კანეცი, კუკიაზე წაამსება შენი დვარეცი. ისე მოკვდი ჩემო შუში ხმავერ გაგეცი, 1 მეტრო ლაფათქი და ესქეს დაღეცი. ეს ნამდვილი ამბავია. ნიკოლას გაიგინა. რაზე გაგიგინა ნიკოლას კონკრეტულად? ჭიპიტონი, ჭაპიტონი. ნიკოლას წაგანილო და გაგიმება. ჭიპეტონი, ჭაპეტონი. შეხო მშიაო ხო თქვი? ხო და მე ვინც არ გაიცინოს რომ მან ჭამოს ყველაო მაშინ უნდა გაგეცინა წესი. კარგი 50 ლარი თქვენია. 50 ლარი თქვენია. წინა სილარია ვაგზელებ სამას. 3 2 1 ცოლქმარ ებრაელები იყვნენ და ყავდათ 3 შვილი. ხო და ეს ერთი ის კუჩად გაქონდათ ერთი მატულ დივანი, მეტი არაფერი არ ქონდა ამას. ისო ქალს ეუბნება რომ მოდი დავიწყოთო და ბავშვები აღარ არიან. მე ბავშვები ამ კუჩატკაში იყვნენ დამალული და უთხრეს რომ კი მაგრამ მამაო 3 სკლავო და 1 საკეთებო უთხრა მამა ისა შვილებმა მამას. ქალი მიდის ექიმთან და ეუბნება ექიმო მინდა ჩემი ქმარი ხარივით იყოს მაგარი. მე გაიხადე და ისა რქებს დავადგამ თავზეო. გაიხადებოდა. კაცი მოკვდა. შეიკრიბა ბებია. ჭირის სუფლები ერთი ჭირის სუფალი კი ამბობს. შეიკრიბა ბებია. რატო იყო ნაწილ ბებია წამოდგენის. აი, შეიკრიბა ბებია. შეკრებილმა ბებია ნიკოლოზის ღიმილი გამოიწვია, ხოლო ნიკოლოზის ღიმილმა 100 ლარი დაგაჯილდოვა. კარგია, წინ 200 ლარია, ვაგზელებ თამაშს. ერთს კიდე იმას. ერთს კიდე ცდით. აბა წარმატებები. 3 2 1 ჩვენ სოფელში კუზიანი ცხოვრობდა და მოკვდა ეს კაცი საწყალი და კუბოს ჩვენთან რაკეტას ეძახიან. და მოიტანეს ეს კუბო და გაჭიმეს ეს მკვდარი და ხელებზე და ფეხებზე. ვიო. აბა რა ფიჩი რაკეტას რატო ეძახიან კუბოს? რა შეიძლება რაკეტას. რატო გაჭიმეს? კუბოს. კუზიანი იყო. და გასწო, ცოცხალი რო იყო, მაშინ გაეჭიმა, კაცო ეს მერე გაჭიმა. არა, ისე როგორ და ჩაეტვირათ კუბოში. მე წამოხდა შუაგზაში, ხო, ვიცი ეგ ისტორია. რაკეტა როქია კუბოს. გამიგი ეგ ისტორია, ეგეთი დრო გადა და მე ესაზრები წამოხდა შუაგზაში მიცვალე. შენ ჩაგდები რაკეტაში, ასე როცა. გაგარინს ეუბნებოდა თურმე ბაბუამის, ბებიამის, შენ ჩაგდები რაკეტაში. აუხდა. კარგია, ყობას გაეცინა და 200 ლარი თქვენია. კაი, მე დიამინდა. ასე მიტირი კლაბები ხარ. წაგეყო ცოტა კიდე. არა. დარწმუნებული ხართ რომ 200 ლარი უნდა შევწყვიტოთ. რა უკრა ასე მიტია და თქვენი ნება მაშინ გაიგოს სეიფი.
მე თუ მოგდი ფული რა თქმა უნდა. აი ყველაფერი მიგანგალებ. კაცო, რატო უნდა მოგდეთ? არა, მთელი ის მიგანგალებ მე ხო. ნერვიულო? მსახიობი ხო არა ვარ და. როგორ არც მე რა მსახიობი მე საერთოდ არ ვგანგალებ. მე ვარ და შენ მსახიობი ხარ ნამდვილად. აბა კარგად იყავ და დიდი მადლობა. კარგად იყავით, გაიტანე.